მოგესალმებით, ვფასო მეგობრებო და მსვენელებო. მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი ვიდეო ალიონა ბერეგინას მემუარებიდან, ნომრით მე-7 მემუარი, სადაც ის ყვება კარიბჭეებზე. და საერთოდ ყოველი მისი ვიდეოს ქვეშ ის წერს რაღაც არა ლოცვა არ არის ეს, უბრალოდ ჩვენი წვრილი სხეულების დასაცავად და ჩვენი ბიოვერის დასაცავად ეს უნდა წარმოთქვა, ხო და შენ ნებას განაცხადებ სამყაროში, სივრცეში და შენ როდესაც განაცხადებ ამას ხმამაღლად, შენ ვერ შეგეწინააღმდეგება ერთ-ერთი ნეგატიური არსება, ან როგორ გითხრათ, იქ მრავალი არსება არსებობს და მრავალი ნეგატიური არსება არა ახლა გაწმენდილია თითქმის, მაგრამ მაინც პარაზიტები, ხოჭოების მაგვარი, ყველანაირი ფორმის, ამიტომ მე საერთო ჯამში ვამბობ ამას, თორემ ყველას თავთავისი სახელი აქვს რუსულად. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. და საერთოდ გოგოები, როდესაც რამე მე თქვენ ხო ყველას არ გითარგმნით, იმიტომ რომ ისინი დებენ ხოლმე კლიენტების გაწმენდის ვიდეოებს, იწერენ ყოველ ვიდეოს კლიენტთან მიმდინარე პროცესისა. მე ამათ ვუყურებ ამ ვიდეოებს, რატომ და ეს მე ვთვლი რომ მეც მეხება და ამ ვიდეოებიდან გამომდინარე, მაგალითად ხომ არის არხი точка глубокого погружения, ხო? ლეტალიასაც და ლეტალია, ანუ ელენა ამ ბლოგის მფლობელი და ის წერს ის კლიენტთან ერთად უბრუნდება მის წარსულს, ამ კლიენტის წარსულს და თუ რამე ბლოკი ან რამე კიდევ ჯადო ან რამე არის გაკეთებული ან დემო, ну რაღაც რა მნიშვნელობა ახამას არ ჩამოვთვლი, წარსულში მიდის კლიენტთან ერთად და ეხმარება მას ამის ყველაფრის გამოსწორებაში, გაწმენდაში. აგრეთვე გოგოები პანდორა და ალიონა ბერეგინა, ეს ალიონა ბერეგინა, აგერ ალამაზი ქაბატონია განახებთ, აი ეს ალიონა ბერეგინა. პანდორა ადრე სახეს არ ანახებდა არავის, მაგრამ YouTube-ის კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით იძულების გახდა ღიად წარმოდგენილიყო მსმენელების წინაშე და მაყურებლების წინაშე და მეც ფარულად მეც არ ვანახებდი არავის სახეს თავიდან, მაგრამ მეც შემთხვევით წავწყდი ამ გოგოების საუბარს ვიდეოში და იძულებული გავხდი ეს გამეკეთებია, თორემ მე თუმცა კარგია მეორე აკაუნტი რო გავხსნი, რადგან იმ თეთრ აკაუნტში მე მაინც ვედავდებდი ხანძრი ვიდეოებს, ცოტა წუთზე მეტი ვიდეოებს და მე ხა თქვენ რატომითაც ეს კარიბჭეები, ამ კარიბჭეებზე მოგიყვეთ. ზოგს გონია რომ აი თუ გარდაიცვალენ, უცებ მოხდებიან თავის პლანეტებზე, საიდანაც არიან მოსულები. ის გულისხმობს ვაცლავურ თესლებს. და მე ხა აგიხსნით. ხო, ჯობს ალიონას მოვუსვინოთ. ხო, ალიონა ამბობს რომ ახლა ასე გამოიყურება. და ალიონა ამბობს რომ ზოგიერთი ელოდებაო რაღაც კარიბჭეების გახსნას და იმედი აქვინო რომ ამ კარიბჭეების მეშვეობით თავის პლანეტაზე ტელეპორტირდებიანო, ანუ გადავლიანო. არა, ტელეპორტაცია არ ქვია. ტელეპორტაცია რაღაც ხელსაწყოთი რომ გადახვალ. კარიბჭე გაიხება და ამ კარიბჭის მეშვეობითო გადახვალთო თქვენ პლანეტებზე, ასე გონიაო ბევრს. მაგრამ ეს მასე არ მოხდებაო. და თუ კარიბჭეები გაიხსნებაო და თუ დაიწყებაო კარიბჭეების გახსნა, აქტივირება, ეს კარიბჭეები იქნებაო იმისთვის რომ ყველა და ყველაფერი გადაადგილდესო ერთი წერტილიდან მეორეში. და თუ თქვენ მოგინდებათ თქვენ პლანეტაზე დაბრუნება, ამის გაკეთება მოგიწევთ თუ სხვა გზით. ანუ განსახელებიდან გასვლის გზით. აქ გარდაიცვალეთ და დაიბადეთ იქ, თქვენ პლანეტაზე, მაგრამ ზოგჯერ ეს
ამდაგვარათაც არ ხდებაო. ყველა არ იბადებაო თავის პლანეტაზე, დედამიწაზე სიკვდილის შემდეგ და რატომ? თუ თქვენ ამოცანას ვერ შეასრულებთ, თქვენ პლანეტას კი არ დაუბრუნდებით. საიდანაც ხართ, მე ვგულისხმობ მათ, ვისი ასტრალური სხეულები დაიბადნენ აქა, რომლებიც მოვიდნენ აქ ამოცანის შესასრულებლად, დასახმარებლად დედამიწის ადამიანების, მაგრამ ვისაც ეს ავიწყდება ხოლმე, ან დროზე ვერ იღვიძებს და თავისი მისია ვერ შეასრულა, ან თუნდაც ნებისმიერი, ხო, მე ვგულისხმობ იმ სულებს, რომლებიც მოვიდნენ აქა დასახმარებლად, დაიბადნენ აქ, სხვა პლანეტებიდან, სხვა გაზომილებებიდან, გალაქტიკიდან, ხო, სკეპტიკოსები მოусმენთ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ მაინც არ ჯერა თქვენ და ვისაც არ წავს რომ ის თვითონ სულია, მათაც არ უჩვენ მოსმენას, ყველა დროს დაკარგავთ და ეს სულები ხო ყველა ვერ იღვიძებს თანაბრად, რადგან ახლა ისეთი ენერგიები მოდის, რომ ყველას გაახსენდება თავისი თავი, ყველას, ვინც კი აქ მოსულია რაღაც დავალებით, სხვა სამყაროებიდან. კიდევ ერთხელ გეტყვით, მე არ გულისხმობ იმ მიწიერ სულებს, რომლებიც აქ დაიბადა, იმიტომ რომ ყველა პლანეტას ყავს თავისი სულები. დედამიწის სული იბადება დედამიწაზე. ხომ გესმით ჩემი მე საუბარი მაქვს ვარსკვლავურ თესლებზე, რომლებიც მოვიდნენ. კიდევ განმეორდები, მაგრამ მაინც ზოგ სახისიანებს მე რომ ვიმეორებ ხოლმე რამეს. მეც არ მინდა, მაგრამ მე მინდა განმეორება, მეც არ მინდა რომ გავახისიანო ვინმე, მაგრამ ხომ არის რომ გასაგები იყოს მათთვის, ვინც მე მისმენს, ამიტომ ვაკეთებ ამას. და თუ თქვენ არ შეასრულეთ თქვენი დავალება, თქვენი მისია, თქვენ პლანეტაზე კი არ დაბრუნდებით, არამედ ისე ვინც საყაროში წახვალთ, სადაც ეს მესამე განზომილება არსებობს, რადგან დედამიწაზე მესამე განზომილება გაქრება. და იქ მიიყვანთ თქვენ მისიას ბოლომდე, თუ მიიყვანთ. და თავიდან გექნება თქვენ შანსი, თქვენი პროგრამები დაასრულოთ. ამიტომ უნდა ისწავლოთ, მიიღოთ ყველაფერი ისე როგორც არის, გაიგოთ, გიყვარდეთ ყველაფრის მიუხედავად. მაგალითად თქვენ სპეციალურად გაყენებენ ტკივილს, გამცირებენ, გაბულინგებენ. ხო, ზოგიერთ უსულ ადამიანებს უძახებენ მათ. ან ძინარე ადამიანებს, რომლებსაც სიამოვნებთ გაბრაზებულ გულზე ადამიანის მიწაზე გასწორება ჭყალებში. ნახა, ამაზე არ ვისაუბრებ მე, იმიტომ რომ მეც ბევრჯერ აღმოჩნდა ასე მდგომარეობაში, მაგრამ მე ამდაგარ ადამიანებს უყურებ ღიმილით, იმიტომ რომ ისინი მე კი არ მჩაგრავენ, მე კი არ მამცირებენ, ჩემზე კი არ ჭორაობენ, ნუ კაი ჭორაობა ეს ნახევარი საქმეა, მაგრამ მის თავს აყენებენ ცუდ დღეში, ნამდვილად. და მართალია, ძალიან რთული ემოციებს კონტროლი გაუწიო. ძალიან რთული, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე გადატანილი მაქვს, ვიცი რას ნიშნავს. ძალიან რთულია მოითმინოთ და პასუხი ვერ გაცე ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ შენი ყოფები მის ტერიტორიაზე და დამოკიდებული ხარ, ვერსად ვერ წახვალ მაგათაც ჩემ შემთხვევაში, მე ვერ შევიცვლი ვერც ოთახს, თუმცა აქ თურმე წყალი რო შემოდიოდა ახლა 20 დეკემბრის შემდეგ ჩემი ხაზიკის ბიჭი ჰქონდა გადაფარებული იქ ყოლსახმობენ და თომა 20 დეკემბერს გახია ეს ტენი და იმ საღამოდან დაიწყო ჩემი დატბორვა და გუშინ მივხვდი ხოლოთ რომ თურმე აქენა გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი და თვითონ ვიღაც არის კარებთან და ახლა დროებით ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს თუ ჩემი ხაზიკის ბიჭმა გადახურა ის ადგილი სადაც გამოთბება და რადა იქ ცემენტი რო დაასხეს გვერდზე იქ ჩახმამებული ადგილი იყო აქეთ შემკედლისკენ და რომ ტენტი გაიხადა ჩამოვარდა მთელი ეს ნაკადი წყლისა
მიაწვა ჩემ კედელს, ჩემ ოთახის გარეთა კედელს და შემოიწოვა. კიდე კაი დიდი რაოდენობით არ შემოდის. ახლა ყოველი წამის დროს მასე დავზარალდები მე, სანამ არ გადაიხურება დროებით და შემდგომ დასაკვირველია, დასასხველია. და საერთოდ მე ვერ შევიცვლი, რადგან სოციალური ამ მისამართი მაქვს, ამ ოთახის მისამართზე, მისამართი ბინაზე კიდე ესა და ვერ შევიცვლი მისამართი, ვერ შევიცვლი მისამართი. ამას არ გულისხმობ და კამაცაც თავს ვარიგებ, რადგან ასე არ აღჩერეთ თუ ადამიანი შენ ყოველ უმიზეზოთაც კარნახობს, ჭკუას გასწავლის, არა მაგალითად მე რას გულისხმობ, მას უნდა ისე უნდა გააკეთო, მაპატიეთ, მაგრამ მე ხო 5 წლის ბავშვი არ ვარ, მაგრამ მე არ ვყვები. ისე მაღაზიანებს ეს ყველაფერი, ცდილობ თავი შევიკავო, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩხუბში გადავა თუ რამე თქვი, ხო? ამდაგარი სიტუაციები ბევრია, იცით, ძალიან რთულია რასაკვირველია ასეთ ადამიანებს მოუთმინო, მაგრამ სხვა რა გზა, მე დავზარალდები, მე ჩემი სულიერი მდგომარეობა დაზარალდება, მე თუ ყველაფერს ავყევი. ჩემი ვიბრაციები დაიფანტება, მაღალი ვიბრაციები დაიჭერს დაბლა. ვიბრაციები დაიჭერს დაბლა და მე ჩემი მთელი შრომა იმისა რომ მე მინდა ახალ ერაში გადავიდე, მაგრამ მე რომ ახალ ერაში გადავიდე, ჩემი ვიბრაციები უნდა ავამაღლო, ხო? მე 4 განმავლობაში მაინც რომ მოხდე, ხო? და თან ამის გამო არა, იმიტომ რომ მე ვიცი რომ თუ მე ვიბრაციები ავიწიე, ჩემი ქრონიკული დაავადებები მე იმდენად არ შემაწუხებს. რა დროს აწუხებს დაავადებ ადამიანს თუ შენ ემოციური ხარ, იმ დროს გიტევს ნეგატივი და საერთოდ ხომ გეუბნებით, რა გონია თქვენ იული არ არის, მაგრამ თქვენივე სულიერი იმუნიტეტის გამო ეს უნდა გააკეთოთ. რა არის იმუნიტეტი? იმუნიტეტი არ ეხება ფიზიკურ იმუნიტეტს. როდესაც ჩვენ საუბრობთ იმუნიტეტზე, ეს ეხება ჩვენ სხეულის იმუნიტეტს, ანუ ჩვენი აურა თუა დაცული, ჩვენ ფიზიკურ დონეზე არაფერი გვემუქრება, მაგრამ თუ თქვენ ეს ემოციები პირდაპირ წვრილ სხეულებზე მიდის შეტაკება და ჩანს, ვინც ხედავს აურას, იმით ხვდება ადამიანს რას სკივა, როგორ და ალაკ აურა ხომ მთლიანად სრულად გურგუნივით უნდა ჩანდეს, ხო? და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ესთვის დაავადება, ტკივათ ესთვის ორგანო, იმ ადგილას არის გახლეჩილი. ესე იგი, გზების მაგვარი ზოლები გაკეთებული და ვინც კითხულობს ადამიანის აურას, ის ხვდება თუ ადამიანს რა აწუხებს. ხო, ძალიან რთულია, როდესაც ადამიანი გაღიზიანებს და შენ თავი შეიკავო. არა და რასაკვირველია, ხანდახან მეც ხიზიანდები, როდესაც ადამიანი არ მეშვება, აი მაგალითად, როდესაც ნიორს ატარებ ამზადებ აჯიკისთვიზე, შენ აი მომისწრო დაუშვათ ადამიანმა და ქალმა დაუშვათ და გეუბნება. ხო, ახლა ჩამოფხიგე სახურავი მე ხო ვიცი, კაცო ნიურის სახურავი ჩამოსაფხიგია, ხო? ან მე ხო ვიცი რა უნდა გავაკეთო. არა, მე ვეკეთებ ისე როგორც მე მინდა, ხო? არა და შენ მოდიხარ ჩემთან და მე მეუბნები, აი ასე გააკეთე, ისე გააკეთე. კაცო შენ რა გინდა? შენ აკეთებ ისე როგორც შენ გინდა შენ ზავს, ხო? ეს ხომაკლია ახლა მე ახანი შენ მიკანახო, მე გავაკეთო და როგორ გავაკეთო, მე ისე ვაკეთებ და ისე ვიცი როგორც მე ვსურს, ხომ ასეა. შენ შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ მე მომწონს, მე ასე მინდა. აი რასაკვირველია ეს გამახასიათებელია, როცა ყველა ცდილობს შენ უფროსი დადგეს. და ცდილობს შენ ჭკუაზე გატაროს. ყველაზე მეტად ეს მე მახასიათებს, მაგრამ უცებ ამყავს თავი ხელში. ნუ ასეთი ადამიანები, მათ არ გონიათ რომ შენ გაღიზიანდები, მათ უნდათ მასე, უნდათ შენი გიკარნახონ მაინც, ხო? აი ამას ვამბობ, ძალიან რთულია. თავი შეიკავო, მაგრამ თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენი ემოციების გაკონტროლება, თუ გინდათ მესამეს გაზომილება დატოვოთ.
და უნდა ისწავლოთ ამის გაკეთება, რადგან თქვენ თავს ვერ მოერიეთ, თქვენ მოგიწევთ ისევ ედეგივე კლასის სწავლა, მაგრამ უკვე სხვა პლანეტაზე, სადაც მესამე განზომილება არსებობს. და კლასში ჩარჩენა ნამდვილად არავის ისე ამოვნება, ხო? ერთჯერ ჩარჩი, მეორე ჩარჩი, მესამე ჩარჩი. ჩაგდობებენ კიდევ, რამდენჯერ საჭირო იქნება, სანამ შენცას არ გაივლი. არცად გაგიშვებენ, მაღლა არ გაგიშვებენ. მერწმუნეთ და ბევრი ზეციური მაღალი განზომილებებიდან მოსული სულები განსახილების შემდეგ აღმოჩენილა უფრო დაბალ დონეზე. მაგალითად არიან ისეთი სულები, რომლებიც მოვიდნენ დედამიწაზე 24 განზომილებიდან. კი, მე-14 განზომილებიდან. მაგალითად, ერთი მოვიდა 24 განზომილებიდან, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მოხდა მე-14 დონეზე. იმიტომ რომ ისეთი პირობებში იყო, კი, ეს მე-14 დონე უკეთესია ურასაკურელიაობი დაბლები, მაგრამ ის კერაო ეგიც გამარჯვების ტოფასიაო, ისეთ პირობებშიო ვიყავიო მე, თქვა. ახლა არ მახსოვს სად მოусმინე მე ამას. ხო და ამდაგვარი სიტუაციები ბევრია. წამოგიდგენთ ახლა თქვენ 24 განზომილებიდან მოსულ სულმა ვერ გაუძლო და აღმოჩნდა მე-14 დონეზე, მე-14 განზომილებაზე. დონე განზომილება ერთია. პლანი თუნდაც ერთიგივეა, ეგრე მნიშვნელობა აქვს. თუ უნდა გაიგოთ, გაითავისივოთ თუ რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება და თუ რატო ხდება ეს ყველაფერი. ხო, მე მინდა თქვენ შეგახსენოთ, რომ სამყაროში არსებობს ყველგან ბალანსი. ყველგან კოსმოსში, დედამიწაზე, ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენს ორგანიზმშიც. აი ხა მარჯვენა ეს ადამიანის სხეული გაყოფილია ხო ორ ნაწილად. აქეთ დადებითი, აქეთ უარყოფითი. წელზევით დადებითი პლუსი, ანუ და ქვევით მინუსი, წელქვევით. და საერთოდ როდესაც ბალანსი ირღვევა, მაშინ ხდება ადამიანის ცუდად. ზედმეტი არც კარგი ვარგა და ზედმეტი არც ცუდი ვარგა. არც სიცილი ვარგა ზედმეტი, არც ტირილი ვარგა ზედმეტი. და მე მგონია ეს კომედიური ჟანრი შემოიტანეს სპეციალურად. ხო, აი რომ ხალხმა დაიხოცონ სიცილით. ხო, იტყვიანა დაიხოცაო ხალხი სიცილით. ასეთი ტერმინია ჩვენთან ერგილი. ხო, აი ეს დაიხოცა სიცილი თურმე მავნებელი ყოფილა ყველაფრისთვის. იმიტომ რომ ეს არის ბალანსის დარღვევა. არც დახოცვა არის საჭირო სიცილით და არც ზედმეტად გადაყოლა არის სიცილი, ტირილი. არ შეიძლება უბრალოდ. პირველადი კარიბჭეები, რომლებიც უნდა გახსნილიყო, ის ახლაც იხსნება. დამენო შარშან ზაფხულშიო აქტივაცია გავუკეთო ამბობს ალიონა ბერეგინა ერთ-ერთ ამდაგვარ კარიბჭეს. ადრე იმისით რომ გადაადგილებულიყავი, უნდა შესულიყავი რაღაც ტრანსმედიტატიურ მდგომარეობაში. ხო, და კიდე სხვაებიც უნდა გადაგიყვანა და ახლა ეს ხდებაო ყველაფერი ადვილად. ხო, ახლა ადვილად გადავადგილდებითო ჩვენ და სხვაებიც გადამყავსო. და ამ კარიბჭეების არხის სისუფთავე იმ მხრიდანაც კონტროლდებაო. მარტო ამ მხრიდან არაო. არის აქ მიწაზე განსახიერებული ჰუმანოიდებიო, რომლებიცო და ისინი იქაც აკონტროლებენო კარიბჭეებს და ჰუმანოიდები იმიტომ დავარქვი ამათ მე, რომ ესენი არიან სხვადასხვა ცივილიზაციების წარმომადგენლებიო. ზოგი გავს ადამიანებს, ზოგი არ გავს. ხდება ორმაგი კონტროლი ამ კარიბჭეების სიხშირეებისა. და ალიონა ბერეგინი ამბობს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მე ხომ ვინც ხშირად უსმენს ამას, პანდორას, ლეტალიას, ისინი უკვე ცნობენ თავის სვენელებს და თან კითხულობენ. შეიძლება ჩვენ ვერ ვხედავთ,
ამათ რაუდენად თავში ტელეპათია არ გვაქვს, მაგრამ ისინი ჩვენ ყველას კითხულობენ იციან ზეპირად. ვინ რას წარმოადგენს, ჩვენ ვხედავ, რომ თქვენ ისწავლეთო იმის გამოცნობა, თუ ვინ საუბრობსო, ვინ ამბობსო სიმართლეს და ვინ არაო. თქვენ ისწავლეთო ამის გარკვევა და ძალიან მიხარიაო. თქვენგან მოდიცო სინქრონი. ჩვენ მაგალითად მე როდესაც ჩემნაირები ონლაინ თუ სვენენ, მე ვიცი ხანდახან ამათ პლანეტარულ მსახურებას და სხვა კიდე ვიდეოებს და ვუსმენ იმ 2 დღის განმავლობაში, სანამ ვიდეოს ინახება YouTube-ზე, ხო? მაგრამ სამწუხაროდ ინტერნეტს მე ხშირად ვერ ვთავ. კარგით, მოდით, ეს მოკლე ვიდეოებია, იმიტომ რომ ესა მემუარები. ალიონა ყვება თავის თავგადასავლებს და ყოველი ვიდეო წარმოგიდგენს მის ერთ-ერთ ისტორიას. მადლობთ ყურადღების, სწროებით.